სიტყვადობინე რადგან ტომერიც აქ არის. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. დღეს შემოგთავაზებთ მუსიკალურ ლიტერატურულ კომპოზიციას თემაზე სახალხო ტრადიციების საქართველოში. სანამ დავიწყებდეთ, მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი მუსიკის მასწავლებელი ალბატონი თამარი. ის რამდენიმე თვეა ჩვენს კლასში მუშაობს. მისი შრომის შედეგს ცოტა ხანში თავად იხილავთ და შეაფასებთ. მინდა მადლობა უთხრათ ამრიკოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის. ახლა სანამ დავიწყებთ, რამდენიმე სიტყვით ჩვენი დღევანდელი ღონისძიების თემაზე მინდა მოგახსენოთ. ეს გახლავთ გაგრძელება პროექტისა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ სექტემბერში. თემაზე საქართველოს ჩვენი სამშობლო. მეოთხე კლასის ქართული სახელმძღვანელო იწყება პატარა ტექსტით, სადაც საუბარია საქართველოს მდებარეობაზე, მისი ბუნებისა და კუთხეების მრავალფეროვნებაზე, მოსახლეობასა და ტრადიციებზე. ტექსტის შესწავლის შემდეგ მე ბავშვებს შევთავაზე, ინტერნეტში მოეჭვდა დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები. რაღაც ნაწილი ფოტოების გამოკვლევით გვაქვს, სადაც ასახული არის მე-19 საუკუნის საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ამსახველი კადრები და ძველი თბილისის ხელი. მოგეხსენებათ, ეს უნიკალური მასალა გახლავთ, ემოციები მძაფრი იყო, შთაბეჭდილებები ფურცლებზე გადმოვეცით. ამის შემდეგ მე ბავშვებს ვთხოვე დაეხასიათებინათ თავიანთი სოფელი, ან ის ადგილი, სადაც ზაფხულში ისვენებდნენ. პარალელურად მუსიკის გაკვეთილებზე სწავლობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ სიმღერებს და სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენ ყველაფერი ამის პრეზენტაცია მოვაწყვეთ შემაჯამებულ ინტეგრირებულ გამოცდაზე, სადაც გამოტენიას გამოცხადდა. მაგრამ ტრადიციების თემა ისე გრძელდება, მოგეხსენებათ ცოტა ხანში ახალი წელიც მოგვადგება კაც. გადავწყვიტეთ ჩვენი სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე უფრო მეტი გააგვეგო და გვესწავლა. დღევანდელ ღონისძიებაზე შევეცადეთ პასუხი გაგვეცა იმ არადიული კითხვისთვის, არსებობს თუ არა თოვლის ბაბა და საიდან მოდის. სიმღერის გაკვეთილებზე ბავშვებმა შეისწავლეს შობა ახალწლის სიმღერები და ეს მინდა ყველაფერს ერთად. ახლა სიტყვას გადავწერ მე-4 მესამე კლასის მოსწავლეებს. ხო დავიწყოთ.
რუსად დედოფალს ჯვრით ხათით შაქრით მიადგებოდა მეგრე ჭყონიდელი წირვის შემდეგ მეფის ახალწელს სულოცავდნენ ხელისუფლებას და დიდებულს. თითოეულ მათგანს შესაფერი საჩუქარი უნდა მიეწოდა მეფისთვის. ამილახორი, რომელსაც ებარა ცხენთა ჯალდი, მეფეს მიუყვანდა ზღირფას ხელს. ბაზერთ უხუცესი ქორშევარდებს და სხვა. მეფეს სისარს მიართმევდნენ და ეუბნებოდნენ. მრავალი ჟამი ერყოს ღმერთთან მეფობა თქვენი მრავალ წელს.
კაფეში დადიო. კარგები არიან ძალიან. წვინვალი ადამიანები. სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს კალანდას უწოდებდნენ და მას ყოფების სწორით ეგებებდნენ. თხილისგან გამოთვლილი ჩიჩი
ლაშოებით თავდება. მის სიახლოვეს კი აუცილებლად ეწყო ხილი და ტკბილერები, მოხარშული